სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ლუკა ყირიმელისა, პეტრე პავლობის დღესასწაულსა ზედა. დიდი და უკიდურესად ძნელიცაა ამოცანა ქრისტეს სახარების გადაგებისა. რამე თუ უნდა იქადაგო არა მარტო სიტყვით, არამედ მთელი შენი ცხოვრებითაც. მთელი შენი არსებით, მთელი შენი საქმით, ღმრთის ყველა მცნების შესრულებით. თუნდაც უმცირესისაც, რადგანაც ასე ბრძანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. უკვე თუ ვინმე დახსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაი და ასწავლოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსაც ათასა. ხოლო რომელმა ხოს დაასწავლოს, ამას დიდ ერქვას სასუფეველსაც ათასა. არა მხოლოდ საკუთარი დიდებული ეპისტოლეებით, საყოველთაო თუ ცალკეული ეკლესიებისადმი მიმართულს, არამედ მთელი თავიანთი ცხოვრებითაც უქადაგებდნენ ქვეყნიერებას ქრისტეს დიდ სიმართლეს, წმინდანი თავნი მოციქულთა, პეტრე და პავლე. და წარმოგვიდგინეს ჩვენ ყველაზე ნათელი მაგალითი უფალ იესო ქრისტეს რწმენისა და მისდამის სიყვარულის. უაღრესად ღრმა რწმენა გვიჩვენა პეტრე მოციქულმა, როდესაც გადმოვიდა ნავიდან და გაეშურა გალილეის ზღვის ტალღებზე მიმავალ იესო ქრისტესთან. ჩვენც ასე უშიშრად გავემართოთ ღმრთის ძისაკენ და არ ვეჭობდეთ იმას, რომ ამ გზაზე ჩვენც გამოგვიწვდის იგი ხელს ყველა სიძნელისას, როგორც გაუწოდა პეტრეს, როდესაც მან ჩაძირვა დაიწყო. ქრისტეს მგზნებარედ მოყვარული პეტრე გეთსემანიის ბაღში არ შეშინდა. იშიშვლა მახვილი და დაჰკრა მღვდელმთავრის ერთ-ერთ მონას. გავიხსენოთ ეს, თუ კი გაბედავენ და ჩვენს წინაშე ჩვენს გასაგონად შეურაცხყოფენ მაცხოვარს ჩვენსას და გაბედული და მრისხანე სიტყვებით ვამხილოთ ქრისტეს მტრედად. დიდი მოციქულისგან ვისწავლოთ ჩვენი ცოდვების გამო ისეთი მგზნებარე და გაუნელებელი სინანული, როგორც ინანიებდა იგი სიკვდილამდე თავის მძიმე ცოდვას ქრისტეს სამგზის უარყოფისა. მიწამდე მოუხაროთ ქედი და თაყვანის ცეთ დიდ მოციქულ პეტრეს და ჩვენი სულიერი მზერა მივაპყროთ მეორე დიდ თავს მოციქულთა, ნეტარ პავლეს. მე არაერთხელ გესაუბრეთ იმ ურიცხვი ტანჯვისა და დევნის შესახებ, რომელიც მან გადაიტანა ქრისტეს ქადაგების გამო. დიდხანს და ბევრი შეიძლებოდა გველაპარაკა ჩვენი რწმენისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე და სხვადასხვა ეკლესიებისადმი გაგზავნილ მის 14 ეპისტოლეზე. ვიტყვი მხოლოდ იმას, თუ რა უზარმაზარი სიღრმით ესმოდა მას ქრისტიანული სიყვარულის მნიშვნელობა, როგორც მთელი კანონისა და ქრისტეს ყველა მცნების საფუძველისა. მოისმინეთ, როგორ განსაცვიფრებელ სიტყვებს ამბობს იგი თავის ცნობილ სიყვარულის ჰიმნში. ენას აღა თუ კაცთასა და ანგელოსთასა ვიტყოდი, ხოლო სიყვარული არა მაქვინდეს. ვიქმენ მე ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელნი ხმობენ. და მაქვინდეს ღა თუ წინასწარ მეტყველებայի და უწყოდი ყოველი საიდუმლოი და ყოველი მეცნიერებայի. მაქვინდეს ღა თუ ყოველივე სარწმუნოებայի, ვიდრე თათაცა ცვალებადმდე და სიყვარული თუ არა მაქვინდეს, არა ვერაივალ. და შეღა თუ ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცე ხორცნი ჩემნი დასაწველად და სიყვარული არა მაქვინდეს, არა რაივე სარგებელ არს ჩემდა. არა მხოლოდ ლაპარაკობდა პავლე მოციქული სიყვარულის შესახებ ისე, როგორც არავის სხვას არ უსაუბრია, არამედ იწოდა კიდეც მისით ისე, როგორც არავინ სხვა. უფალ იესო ქრისტეს ჯვარზე სიკვდილმა, ჯვარმა სოფლის მხსნელის სისხლით მორწყულმა, ისე უზომოდ, ისე უკიდურესად შეძრა იგი, რომ მთელი სამყაროს მიმართ მან ყოველგვარი ინტერესი დაკარგა. ის თავს გრძნობდა თითქოს და ქრისტესთან ერთად ყოფილიყო ჯვარცმული და ამბობდა: ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, სოფელი ჩემდამო ჯვარცმულარს და მე სოფლისა. უფალ იესო ქრისტესადმი სიყვარული ისე ერთიანად მოიცავდა და ფლობდა მას, რომ იგი ბრძანებდა: შრომასა ნუ იმ შემამთხვევნე, რამე თუ მე საწერტელნი იგი უფლისა იესოისნი ხორცთაშინა ჩემთა მიტვირთავ. და ჩვენც ნეტარ პავლესთან ერთად ღრმად ვაცნობიერებდეთ და შევიგრძნობდეთ ქრისტეს ჯვრის საშინელებას. და ნუ ჩაივლის ნუც ერთი დღე ჩვენი ცხოვრებისა ქრისტეს ჯვრის გახსენებისა და მისი ჩვენი მფარველობისა
და გონების განათების გარეშე. და ენ ურასდროს დავივიწყებთ, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარული აღმასრულებელის ჯულისა იარს. და მაშინ ქრისტეს ჯვარი გამოისახება ჩვენს გულზე. თუნდაც სულ მცირედით მსგავსი იმისა, როგორც გიზგიზებდა ის ზეციური ნათლით დიდ თავთა მოციქულთა, პეტრესა და პავლეს გულებზე. ღმერთს ჩვენსას, რომელმან აღმართა წინაშე ცოდვილი ქვეყნიერებისა ლამპარ მიესე სიკეთისა და სიმართლისა, მიუძღვნათ სამადლობელი დიდი, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ. შეგვეციოს წმინდა თავი მოციქულები პეტრე და პავლე, მათი მეოხება არ მოკლებოდეს ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. არ შევცდებით ალბათ თუ ვიტყვით, რომ ეკლესიამ მათი ხსენების დღე ასე იმიტომ გამოყო მარხვით, იმიტომ დაადგინა, რომ ქრისტიანებს გვიჩვენოს მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი. თუ როგორი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს იგი, რაზე უნდა ფრიქობდეს და რისთვის უნდა შრომობდეს. ეს საქმე მოციქულთაგან თუ ამ ორი მოციქულის ეპისტოლეებიდან ნათლად ჩანს, თუ რისთვის ცხოვრობდნენ ისინი. მათი ცხოვრების მიზანი იყო მხოლოდ ერთადერთი, სათნო ყოფოდნენ თავიანთ უფალს. მეტი მათ მიზანი ამ ცხოვრებაში არ ჰქონდათ და ამ მიზნისთვის მათ საკუთარი თავი გაწირეს. ბოლომდე ისე რომ არც ერთი წვეთი არ დაუზოგიათ, ესე ვთქვათ, საკუთარი თავისთვის არ გადაუდიათ. ამიტომაც ჰქონდა პეტრეს იმის უფლება, რაც მან მაგალითად ანანიას და საფირას შემთხვევაში მოიმოქმედა. ჩვენ ამის შესახებ ადრე ვისაუბრეთ, უბრალოდ მოკლედ გაგახსენებთ ამ ისტორიას საქმე მოციქულთაგან. ერთ-ერთმა პირველ ქრისტიანთაგანმა გაყიდდეს თავიანთი ქონება და მოციქულებს მოუტანეს. მაშინ ესეთი წესი იყო, პირველი ქრისტიანები ესე ცხოვრობდნენ, მთელ თავიანთ ქონებას მოციქულებს აბარებდნენ და მერე მოციქულები ამას განაგებდნენ, როგორც საჭირო იყო, გაჭირვებულს აძლევდნენ, ესე ვთქვათ, ვისაც რა სჭირდებოდა, იმას უნაწილებდნენ. ანუ ქრისტიანების ქონება საერთო იყო ესე. და აი ამ ცოლ-ქმარმა საკუთარი ქონება გაყიდეს და როდესაც მოციქულ პეტრეს მოუტანეს ქონება, რაღაცა ნაწილი თავისთვის გადადეს. შეინახეს გვერდზე ესე ვთქვათ. რაღაცა გასაჭირისთვის ალბათ, ან ეჭვი ჰქონდათ, რომ აი რაღაცა მოხდეს და ნაწილი მოუტანეს პეტრეს. პეტრე მოციქულმა არ მიიღო ასეთი შესაძლებელი. საშინელი განაჩენი გამოუტანა. ჯერ მეუღლეს მას ასეთი სიტყვებით მიმართა და უთხრა, რომ რატო ეცრუე, შენ კაც კი არ ეცრუე ახლა. შენ ახლა სული წმინდას ეცრუე. განა რაც ჰქონდა შენი არ იყო, ვინ დაგაძალა რომ მოგეტანა. მაგრამ რადგან აი ესეთი რამე გაბედე, აი ახლა შენი დამფლელების ფეხის ხმას გაიგებო და იმ წუთას განუტევებ სულს. ანანია. და გაიტანენ მას და დაფლა. შემოდის მისი მეუღლე, რომელმაც ეს ამბავი არის. პეტრე ეკითხება მას, ამდენად გაყიდეთ თქვენი ქონება? ის პასუხობს, დიახ. იგივე პასუხს აძლევს პეტრე, რატომ შეიკარეთ შენ და შენი მეუღლე სიცრუისთვის? აი ახლა მოვლენ ისინი, ვინ შენი მეუღლე დაფლესო და შენს გაგიტანენ აქიდანო და ისიც იქვე გალევს სულს და მასაც გაიყვანენ და დაასაფლავენ. რას გვასწავლის ეს ისტორია? უფალს არ უყვარს სანახევროდ მიზღვნილი ცხოვრება. უფალი არ იწყნარებს იმ ადამიანის სარწმუნოებას, რომელიც საკუთარი თავისთვის გადაინახავს რაღაცას, რომელიც ბოლომდე არ მიუძღვნის საკუთარ თავს უფალს. მე იმიტომ თქვი თავიდან, რომ პეტრეს ჰქონდა ამის უფლება, რომ ეს გააკეთა, იმიტომ რომ მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა უფალს. ისე რომ ჯვრის ტანჯვამდე. სულ ბოლომდე და ამიტომ მას ამის უფლება ჰქონდა. ჩვენ რა თქმა უნდა ამის უფლება არ აქვს. სამწუხაროდ ჩვენ მე ვთქვი, რომ ეს დღესასწაული დაწესებულია, იმიტომ რომ სამაგალითო პიროვნებები იყვნენ ჩვენთვის წარმოსახული. უნდა ვემსგავსებოდეთ პეტრეს და პავლეს, მაგრამ სამწუხაროდ ვემსგავსებით ანანიას და საფირას. სამწუხაროდ, რომელი ჩვენთაგანი შევძლებთ დავიკვეხნოთ და
და ვთქვათ, რომ ყველაფერი, რაც გამაჩნია ამ ცხოვრებაში უფლისთვის მინდა. აი, რომელი ჩვენთაგანი შევძლებთ ამას? ალბათ ვერცერთ, თუ ვინმე ამას შეძლებს, დიდება და მადლობა ღმერთს, რა თქმა უნდა, მხოლოდ გაგვიხარდება ასეთი ადამიანების ხილვა და ასეთ ადამიანებს დიდი სიხარულით დავემოწაფებით და ვისწავლით მათგან ქრისტიანულ ცხოვრებას. თუ ესეთები არსებობენ. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ალბათ სადღაც არსებობენ. აბა ისინი რო არ იყვნენ, ისი ამ სამყაროს რა შეინარჩუნებდა, ამდენ ცოდვას რა გვაპატიებდა. მათი ლოცვა რომ არა. მაგრამ სამწუხაროდ უმრავლესობა ჩვენთაგანი უფრო ანანიას და საფირავს გავთ. კი, ვინდა ქრისტეც, ვინდა ღმერთიც ეხლა წამს იმიტომ დგევართ, ეხლა თუნდაც ამ სიცხეში აბარისთვისა ვართ მოსულები აქ, მაგრამ მაინც ჩვენთვის გადანახული რაღაცა ყოველთვის გვაქვს. აი ის ჩვენი, რომელსაც ვერ ვთმობთ. სხვადასხვა მიდრეკილებები, სხვადასხვა სურვილები, არა აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენ თვითონ ვიცით. და უბრალოდ აი დღევანდელ დღეს მინდა რომ ეს გაფრთხილება მივცეთ ყველამ ჩვენ, მე კი არ მოგცეთ თქვენ. ყველამ ჩვენთაგანს მივცეთ ეს გაფრთხილება, რომ არ შეიწყნარებს უფალი, აი მაგალითი ანანიას და საფირას დასჯის ამაზე მეტყველებს. ასეთ რამეს არ შეიწყნარებს უფალი და ვევედროთ წმინდა მოციქულებს, პეტრეს და პავლეს, რომ მათი მეუხებით უფალმა შეგვიწყალოს და მოგვცეს ძალა, რომ ეს ცხოვრება ისე გავლოთ, რომ როდესაც უფლის წინაშე დავდგებით, წყალობის ღირსი გამختარებავით მისგან. აი მთავარია, რომ ადამიანი ცრუ არ მივიდეს უფალთან, აი სიცრუით, ტყუილით არ მივიდეს უფალთან. აი პეტრეც ეკითხება, ნახეთ ორივეს, აძლევს მათ საშუალებას, რომ ამხილონ საკუთარი თავი და გამოასწორონ ეს შეცდომა. მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი ამას არ იღებს. აი ჩვენი ცხოვრების მიზნად ალბათ ეს უნდა დავისახოთ. თუ პეტრეს და პავლეს ვერ მივემსგავსებით და ალბათ თუ ზედმეტი იყო აქ ვერ მივემსგავსებით. ანანიას და საფირას მაინც მივემსგავსებით და ცხოვრების რაღაც ეტაპზე ვაღიაროთ, რომ ღმერთო შეგვიწყალე. ჩვენთვის ძალიან ბევრი გვაქვს კიდე გადანახული, რაც შენი სამსხვერპლოზე არ მოგვიტანია და შენთვის არ შემოგვიწერია. თუ ამას შევძლებთ და გულითადად ამას ვაღიარებთ ის წინაშე, ღმერთი მერე დაგვეხმარება. სხვადასხვა საშუალებით. ჩვენ ცხოვრებაში იცოდეთ, რაც ხდება, ყველაფერი სწორედ ამიტომ ხდება. რომ აი ეს ჩვენთვის გადანახული გამოვისყიდოთ. ყველაფერი ამიტომ სნეულება, განსაცდელია, გასაჭირია, მუხანათური, ვთქვათ, ღალატის ესე ვთქვათ, ობიექტები გავხდებით, თუ რა იქნება, არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ ცხოვრებაში. ყველაფერი ამას ემსახურება. რო ღვთის წინაშე რომ დავდგებით, პირნათელები ვიყოთ, ისე როგორც პეტრე და პავლე მოციქულები იყვნენ. აი პავლე მოციქულის ეპისტოლე მოვისმინეთ ჩვენ ახლა დღეს კორინთელებს მიმართავს და ეუბნება, რომ ჩამოუთვლის რამდენი გასაჭირი გაიარა. ამდენ გზის ებრაელებისგან ქვებით ჩავიქოლე. ამდენ დღის გავიხერხე, ამდენ დღის ქვით, ამდენს ესე ვიტანჯე და ჩამოთვლის ამ თავის ტანჯვას. დღე-და-ღამე შრომობდი. აი პავლე მოციქული ჩამოთვლის ამ ყველაფერს და იგივე პეტრე მოციქული და იგივე ყველა მოციქული. ჩვენ რო ეხლა ღვთის წინაშე დავდგეთ, რას ვიტყვით? აი დავფიქრეთ. აი ჩვენ რო ღვთის წინაშე დავდგეთ, ხო ვერაფერს ამით ვერ დავიკვეხეთ. ჩვენ რა უნდა უთხრათ, რომ ამდენი დრო ვატარე, ამდენი აქ დავისვენე, ამდენი ქვეყანა მოვიარე. ხო? სხვა ხო სათქმელი არ გვექნება, რომ დავფიქრდეთ ახლა. აი დღეს რო დაგვაყენოს ღმერთმა თავის წინაშე, რას ვეთქვით? ამდენი ღვინო მაქვს დალეული, ამდენი დრო მაქვს ნატარები, ამდენი ძმაკაცებში მაქვს ნასიარულები, ზღვაზე ვიყავი, რესტორნები არ დავიკელი, ღამის კლუბები არ დავიკელი, აი ამას ხო ვიტყვით. ეხლა ზოგი რას იტყვის, ზოგი რას იტყვის, მაგრამ იმას ხო ვერცერთი ვერ ვიტყვით, რასაც პავლე ამბობს. რომ დღე და ღამე სახარების ქადაგებაში დავშვებ. აბა წარმოიდგინეთ, რა თქმა უნდა, ანანიას და საფირასავით აგვაქვს ეს ყველაფერი ჩვენ გადანახული. გონია რომ ეს ჩვენ არ უნდა გვეხებოდეს. იგივე კორინთელებს პავლე რომ მიმართავს, იქ ერთგან ეუბნება, რომ ჩვენო გინებულნი ვართო და თქვენო დიდებულნი ხართ. ჩვენც მოგვემართება ეს, აბა დაფიქრდით.
რომელი მოციქული იყო დიდებული და პატივდებული და დროს ტარებაში და ლხენაში რომელმა გაატარა ცხოვრება. ხო გვეტყვის ჩვენს პავლე მოციქული, როდესაც დაგვინახავს სამჟავროზე. პეტრე, ხო გვეტყვის, რომ კაცო, მე მდევნიდნენ, მე ჯვარზე მოვკვდი. და შენ აი რა პასუხს გავცეთ. აი ამაზე რომ ვფიქრობ ხოლმე ძალიან შემეშინდება ხოლმე. მაგრამ როგორც ყველა ჩვენთაგანი ძალიან მალე დავივიწყებ ხოლმე ამ ყველაფერს და ისე დაუბრუნდები ხოლმე იმ ცხოვრების რუტინას, რომლითაც ცხოვრობდი და ასეთ ნაღიარებსაც უკვე აზრი ეკარგება, ხო? პირიქით სასჯელად გექცევა კაც. უფალი ხო გეტყვის კაცო, თუ მაგდენი მიხვდი შეკაი ადამიანო, გამოგესწორებინა ეს ყველაფერი. მაგრამ რაღაცა სულ ამას მე ეს ვერ ამოვხსენი ჩვენი ადამიანების ეს თვისება. რომ რაღაცნაირად საოცარი მიზანდასახულობით ვივიწყებთ ჩვენი სულისთვის სასარგებლო სწავლებას. აღარ მახსოვს რომელი წმინდანი ამბობს, მაგრამ ის ამბობს ამას, რომ აი ხო მოვისმენთო და კარებში გასულები არ ვართ რომ დაგვავიწყდეთ. ჩემი პირველ ხსენებით ვამბობ, არ გეგონოთ რომ თქვენ გეუნებოდეთ ამ. აი ხო ვილაპარაკეთ ამბენი და კარებიდან გავალ და აღარ გვემახსოვრება რა. ნუ კარგი დღეს თუ გვემახსოვრა, ხვალ ნამდვილად აღარ გვემახსოვრა. და ესეთ ცოდნასაც ხო ძალა არ აქვს, პირიქით სასჯელად იქნება გავმეორდები, იმიტომ რომ უფალი ხომ ამბობს კაცო, რო არ ვეხილე და არ მეთქო, ცოდვაც არ ექნებოდა, მიხილე ზიციან და ეხლა უფალი ხო გვეტყვის კაცო, იცოდი, ეუბნებოდი, განახებდი, გიძღვებოდი და შენ კიდე იგივე საკეთებდი და ეხლა როგორ? არ ვიცი, აქედა როგორ უნდა გამოვიდეთ, ამას გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი, მაგრამ ერთი ვიცი, რომ უფალი მოწყალი არის და იმედი არ უნდა დავკარგოთ და უნდა ვილოცოთ მაქსიმალურად, რაც შეგვიძლია ღვთის წინაშე, ვევედროთ მის წმინდანებს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ამ ქვეყნიდან ისე არ გაგვიყვანოს, როგორებიც ეხლა ვართ. აშორებულები სახარებას. აი ამას უნდა ვევედრებოდეთ სულ ღმერთს, როგორც მას უნდა. ისე კი არა როგორც ჩვენ გვინდა, როგორც მას უნდა. თუ ამისთვის საჭირო იქნება სნეულება, უნდა ვიტვირთოთ ეს სნეულება. თუ ამისთვის საჭირო იქნება სხვა რამ განსაცდელი, უნდა მივიღოთ ეს განსაცდელი. იმიტომ რომ უფალმა ჩვენთვის, ყოველთვის ჩვენი სულისთვის უკეთესი განიგულოს. აი ამას უნდა ვევედრებოდეთ ღმერთს. ჩვენით არ შეგვიძლია. უნდა ვევედრებოდეთ რომ ღმერთო მოკიდე ყურში ხელი და გვათრიე იქ სადაც საჭირო. იმისათვის რომ ბოლოს აი პეტრე მოციქულთან რომ მივათ, ვისაც დღეს სახარებაში მოვისმინეთ, კლიტე ჩააბარა სარწმუნოების. აი ეს კლიტე გაგვეღოს. და გითხრას რომ შემოდი. არ ყოფილხარ ისეთი ორგული, როგორიც ანანია და საფირა იყო. ერთმა შეგვაძლებინოს ეს ჩვენი ცხოვრების გზაზე, სინანულით, მარხვით, ლოცვით, ისე გავიაროთ, რომ წყალობის ღირსი გავხდეთ, როცა უფლის კარზე დავდგებით. ერთმა დაგლოცო და გავხდეთ.